უკრაინა მოსკოვისაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მოსკოვს კი სურს, რომ ის დაიმორჩილოს, ანუ შექმნას ეგრეთ წოდებული საბაჟო კავშირი. ეს კი შენიღბული ახალი იმპერიაა. უკრაინას ახალ იმპერიაში შესვლა არ სურს, ამიტომ რუსეთი სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს, რომ გავლენა მოახდინოს უკრაინაზე და საბაჟო კავშირში გააწევრიანოს. ამის შემდეგ კი უკვე ახალი იმპერია ჩამოაყალიბოს. თუ ეს არ იქნება საბჭოთა კავშირი, იქნება სლავური კავშირი. ან სხვა სახელწოდების, მაგრამ აუცილებლად უნდა რომ შექმნას ახალი კავშირი, რომელიც დაუპირისპირდება ევროკავშირს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან სიმართლე ილაპარაკა რუსეთზე, რას აკეთებდა რუსეთი ადრე და რას აკეთებს ახლა. დაპირისპირება შესაძლოა გადაიზარდოს ახალ ციომში, რომელიც თავისთავად არ არის შორს ნამდვილი ომისაგან. თუ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი, ჩამოყალიბდება ძლიერი გაერთიანება ევროპული ქვეყნების და შეერთებული შტატების სახით. ეს იქნება უძლიერესი ძალა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია არ დაუშვას ომი და რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცის. ამიტომაცაა, რომ მოსკოვი არ აძლევს საშუალებას უკრაინას, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. უკრაინელი ხალხი იბრძვის, რომ რუსეთის მიზნები რეალურად არ განხორციელდეს. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ხარკოვის ეპისკოპოსიც იყო, თბილისში იმყოფებოდა. მიტროფანს ძალიან თბილად დახვდნენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პატრიარქიც. სამწუხაროდ მას არ შეუძლია ჩვენთან ერთად სამლოცველო ურთიერთობაში შემოსვლა მოსკოვის პოზიციის გამო. არა იმიტომ, რომ ის არ გვაღიარებს ჩვენ ეკლესიად, არამედ იმის გამო, რომ მოსკოვი დგას ჩვენ შორის. ქართულმა ეკლესიამ გაუძლო წლების განმავლობაში არ აღიარებას. ჩვენს გვჯერა, რომ ასევე გაუძლებდა ჩვენსაც მივახცევთ. უკრაინას გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენს ქვეყანაში იქნება ერთი მართლმადიდებლური ეკლესია, სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების თანასწორი. Не допустить войны и сохранять мир в мире.